მოგესალმებით პარლამენტის წევრებო, დამსწრე საზოგადოება, ბატონ სოსო. კაბატონ სალომე, მოგესალმებით დღეს ჩვენ პირველად ხვდებით ამ კომიტეტის ფარგლებში გისურვებთ წარმატებებს. იმედია თქვენი საქმიანობა, საინტერესო და ნაყოფიერი იქნება თქვენთვისაც, კომიტეტისთვისაც და რაც თავარია ჩვენი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ქორუმი გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია რომ უკვე დავიწყოთ. დღეს ჩვენ დღის წესრიგით ერთი საკითხი გვაქვს გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო საქმიანობის გარდა ჩვენ საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილში, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში პერიოდულად ვისმენთ ხოლმე ანგარიშვალდებული ორგანოების წლიურ ანგარიშებს თუ მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციებს და დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი თემა გვაქვს გათვალისწინებული, კერძოდ ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით სფეროში განხორციელებული რეფორმები და ამ ანგარიშს წარმოგვიდგენს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საკპატენტის ხელმძღვანელი თავმჯდომარე ბატონი სოსო გიორგაძე. იცით რომ ეს თემა ინტელექტუალური საკუთრება ზოგადად არის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ცალკე თავი ეძღვნება ამ ნაწილს, მეცხრე თავი თუ სწორად მახსოვს. გარდა ამისა, ეს საკითხი ასევე არის ევროკომისიის ანგარიშზე ზოგადად მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ზოგადად ეს მიმართულება შეიძლება ესე ყოველდღიურობაში ჩვენი მოსახლეობისთვის ეს აქტიურად არ ჩანდეს ხოლმე, მაგრამ მნიშვნელოვანია ზოგადად ეკონომიკური საქმიანობისთვის, ადამიანის უფლებების ერთ-ერთი მიმართულების დაცვის ნაწილში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დღე მივუძღვნათ ამ საკითხს, ამ მიმართულებას და ბატონო სოსო, გთხოვთ რომ წარმოგვიდგინოთ ამ მიმართულებით რა ნაბიჯები გადავდგით, გულისხმობ ევროინტეგრაციის მიმართულებით რა ნაბიჯები გადავდგით, იმიტომ თქვენი ორგანიზაცია არის მთავარი აღმასრულებელი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი ორგანო ამ მიმართულებით, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას რომ გავაცნოთ რა ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, რა გვაქვს დღის წესრიგში დაგეგმილი და ასევე რა არის ის გამოწვევები, რაც შეიძლება დღეს იყოს თქვენ სფეროში, იმიტომ რომ ამაზე საუბარიც მნიშვნელოვანია, რათა ერთობლივად მათ შორის თუ არის შესაძლებელი, ერთობლივად დავგეგმოთ აი ამ გამოწვევებიდან გამოსვლის გზები. პროცედურულად უბრალოდ ჩემს კოლეგებს ვთხოვთ, რომ დღის წესრიგი დამიდასტუროთ, ასე ვთქვათ, და ახლა ბატონო სოსო, გთხოვთ რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი ანგარიში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს და თქვენს კომიტეტს ამ საშუალებისთვის, რომ პირველ რიგში ანგარიშვალდებულების ფარგლებში და ბუნებრივია საზოგადოების ინფორმირების მიზნით წარმოგიდგინოთ საკპატენტის საქმიანობის ანგარიში. ცხადია, მთავარი ძირითადი ხაზი ამ ინფორმაციისა, რომელსაც მე წარმოგიდგენთ, იქნება დაკავშირებული იმ ვალდებულებების და ამოცანების შესრულებასთან, რომლებიც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს ევროინტეგრაციას, ევროკავშირის დირექტივებისა თუ სხვა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საქართველოში და ასევე იქნება რიგი რეფორმების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შეიძლება არაპირდაპირ, მაგრამ ირიბად ბუნებრივია დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ტიპის ღონისძიება, საკანონმდებლო ცვლილება თუ მოქმედება, რომელიც აძლიერებს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, ბუნებრივია, უნდა ჩაითვალოს, რომ ეხმიანება მათ შორის ევროინტეგრაციას, იმიტომ რომ დაცული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების გზაზე. აქვე ამ მოხსენების დასაწყისში ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეტყვი საქართველოს პარლამენტს, მადლობას იმ მხარდამჭერისთვის, რომელიც ბოლო წლებში გამოიხატებოდა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ამზადებდა საკპატენტი და წარმოადგენდა ამზადებდა საქართველოს მთავრობასთან ერთად და წარმოადგენდა შემდგომ საქართველოს მთავრობა პარლამენტში. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მარეგულირებელი აქტებიდან ყველა ან მთლიანად შეიცვალა, ან ძირეული ცვლილებები შევიდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, რამაც საშუალება მოგცა პირველ რიგში რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და რეფორმები. თქვენის ნებართვით დავიწყებ საქართველოს საპატენტო კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომელმაც საშუალება მისცა საქართველოს, რომ გასულ წელს პირველად ისტორიაში მოხდა ევროპული პატენტის ვალიდაცია საქართველოში. ცხადია, ამას პირველ რიგში წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი მოლაპარაკებები ევროპის საპატენტო უწყებასთან
და უკვე დღეს საქართველოში ხდება ევროპული პატენტის ვალიდაცია პირდაპირ გზით. ძალიან მოკლედ რომ ავხსნათ, ის პატენტი, რომელიც გაიცემა ევროპის საპატენტო უწყების მიერ, პირდაპირ ვალიდურია საქართველოში. ამან საშუალება მოგვცა, რომ საქართველოში ინტელექტუალური დაცვის სისტემა, საკპატენტი და საკანონმდებლო სივრცე აღიარებული იქნა ევროპის მხრიდან, როგორც სანდო იმისთვის, იმდენად, რომ პირდაპირ ვალიდაცია მოხდეს ქვეყანაში. ბუნებრივია საკანონმდებლო ცვლილებები იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ შეგვექმნა ის ჩარჩო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა იმ ტიპის დაცვას, რაც ასე ვთქვათ, აღიარების საფუძველი გახდებოდა. მეორეს მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვა, აღსრულება, იმპლემენტაცია არის ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც იყო ერთ-ერთი საფუძველი. აქ ტექნიკური საკითხებით დაწყებული, დამთავრებული მთლიანად სისტემის რეფორმით შეგვიძლია ძალიან ცვლად მოგახსენოთ. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩვენი დოკუმენტ ბრუნვის, ოღონდ ეს დოკუმენტ ბრუნვა არ არის უბრალოდ კანცელარია, მთელი სისტემაა, პროგრამაა, რომელშიც ხდება განაცხადების მიღება და დამუშავება. ეს პროგრამა მთლიანად ადაპტირებული და მორგებული იქნა ევროპის საპატენტო უწყების სისტემაზე. გარდა ამისა, განხორციელდა ექსპერტების გადამზადება, გულისხმობს სპეციალისტების გადამზადებას, რომლებიც განიხილავენ თითოეულ განაცხადს საქართველოში და დღესდღეობით ჩვენ უკვე ათეულობით განცხადება გვაქვს საბედნიეროდ, რომელიც ნაწილის უკვე მოხდა საქართველოში ვალიდაცია და ნაწილი ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე საკანონმდებლო ცვლილებებით დავიწყებ მეორე რეფორმას. ეს არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო. გარდა იმისა, რომ ეხმიანებოდა ევროინტეგრაციას და მათ შორის დირექტივების შესრულებას, სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართული იყო ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაცია, გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების ეტაპზე და შემდგომ უკვე იმპლემენტაციის ეტაპზე. გარდა ამისა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ზოგიერთი მათგანი კვლევის ჩატარების, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო რეგულაციების ანალიზისა თუ სხვა ფორმატში. საერთო ჯამში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მოგვცა საშუალება, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მთავარი ძირითადი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს, გულისხმობს კოლექტიური მართვის ორგანიზაციას, უზრუნველყოფს საავტორო უფლებების ნაწილში აღსრულებას, კერძოდ ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებას, სრულიად ახალი სისტემა, თანამედროვე სისტემა შეიქმნა მისი აკრედიტაციის კომისია არსებობს და უკვე გვყავს აკრედიტებული ორგანო ამ ეტაპზე, რომელიც ახორციელებს ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებას. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის იყო ახალი აკრედიტებული ორგანოს, ასე ვთქვათ, არჩევა და დამტკიცება, უფრო მნიშვნელოვანი გახდათ საკანონმდებლო გარანტიები, როგორც ასე ვთქვათ, კანონის, ასევე კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესი იყოს სამართლიანი და მაქსიმალურად გამჭვირვალე. დღეს ეს მექანიზმები დანერგილია, პრაქტიკაში არსებობს მასე მეთვალყურებისა და კონტროლის მექანიზმები, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რომელიც განხორციელდა საკპატენტის მიერ. აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის პატერწმუნებულთა შესახებ კანონი. საქართველოში არ არსებობდა პატერწმუნებულთა შესახებ კანონი. ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, პატერწმუნებულები არიან, ეს არის პროფესია და ამ პროფესიის ადამიანები არიან, წარმოადგენენ, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელ ადამიანებს, როგორც საკპატენტთან, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობებში, ასევე კერძო სექტორში. აქამდეც არსებობდა პატერწმუნებულთა ინსტიტუტი საქართველოში, თუმცა მათი მარეგულირებელი აქტები ძალიან მწირე იყო, კანონი არ არსებობდა და საკპატენტის ინიციატივით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და ბუნებრივია პარლამენტის ჩართულობით მოხერხდა, რომ პირველად დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს პატერწმუნებულთა შესახებ კანონი, რომელიც ქმნის ძალიან მნიშვნელოვან გარანტიებს, მათ შორის ძალიან მოკლედ ვიტყვი, სავალდებულო დაზღვევა შემოვიდა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გარანტია ქონდეს ინტელექტუალური საკუთრების მფლობელს, ამ პოტენციურ მფლობელს, როდესაც ის მიმართავს დახმარებისათვის პატერწმუნებულს. გარდა ამისა, განგრძობადი განათლების ვალდებულება შეიქმნა და სხვა ტიპის სტანდარტები, ეს მათ შორის განპირობებული იყო იმ აუცილებლობით, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მომართვიანობის ზრდის
ერთ-ერთი მათ შორის ვალიდაცია, როგორც უკვე მოგახსენეთ და გვაქვს განაცხადები, რომლებიც უკვე დაკმაყოფილდა და მათ შორის მიმდინარეა. შესაბამისად, კვალიფიციური და საანდო პატერწმუნებულების არსებობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის. ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ფორმები, მათ შორის იქნება ეს ტექნოლოგიები, სასაქონლო ნიშნები თუ დიზაინი, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ეკონომიკის ძალიან დიდ წილს იკავებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ისეთი კვალიფიციური კადრები, რომელიც ამ ფინანსურად მზარდ სისტემას სფეროს მოემსახურება. 10 წელზე მეტია, რაც საქართველოში არ ჩატარებულა პატერწმუნებულთა გამოცდები, ანუ ინსტიტუტი რა თქმა უნდა გვყავს, მაგრამ სულ 40-მდე ადამიანია რეალურად ქვეყანაში, რომელიც ეს სტატუსი გააჩინა და ეწევა რეალურად საქმიანობას და ამ კანონის საფუძველზე უკვე წელს ჩატარდება პირველად 10 წლის შემდგომ გამოცდები, გამოცდის პირველი ეტაპი თუ სწორად მახსოვს 29 ნოემბერს არის მიმდინარე წელს ჩანიშნული, რაც ჩვენ უკვე დღეის მდგომარეობით შემოსულია რამდენიმე ათეული განაცხადი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს უკვე მომავალ წელს ეყოლება პატერწმუნებულთა ახალი ნაკადი, რომელსაც საშუალება ექნება, რომ მოიმსახუროს ამ სფეროს. აქვე რადგან პატერწმუნებულებზე ვსაუბრობ, ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ, რომ რადგან კანონი მოითხოვს, რომ პატერწმუნებულთა ერთი მხრივ გამოცდები ჩატარდეს გარკვეული პერიოდულობით და მეორე მხრივ განგრძობიდი განათლება არის ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტი. საკპატენტი აქტიურად მუშაობს და მიმდინარეობს უკვე სარემონტო სამუშაოები ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, სადაც განთავსდება ახალი საკპატენტის სასწავლო ცენტრი, სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ერთი მხრივ მოემსახურება ბუნებრივია გამოცდებს, ასევე მოემსახურება განგრძობით განათლებას და გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც თავის მხრივ გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციაა, გაეროს 14 ორგანიზაციიდან ერთ-ერთია, ჩვენ რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ ერთად, რაც გულისხმობს, რომ საერთაშორისო დონის ტრეინინგები და სემინარები ჩატარდება საქართველოში, ნაწილი უკვე მათ შორის ტარდება სხვადასხვა ფორმატში. რადგან ქუთაისს შევეხები, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ, რომ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, პროექტი განვახორციელებთ გაეროსთან ერთად, გაერთიანებულ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტში დაინერგა ახალი სამაგისტრო პროგრამა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, საკპატენტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლობით. ეს არის ინტელექტუალური საკუთრება, მეწარმეობა და ინოვაციები. სულ 20-მდე ქვეყანაში მსოფლიოში არსებობს ასეთი სამაგისტრო პროგრამა, მათ შორის იტალიაში, ჩინეთში, პოლონეთში და პირველივე წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე დიდი კონკურსი იყო და დაახლოებით 20-მდე სტუდენტი გადის ამ სამაგისტრო პროგრამას, როგორც უკვე აღნიშნეს, განხორციელდა გაეროსთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლექტორების, მოწვეული ლექტორების უმრავლესობა ერთი მხრივ თვითონ შერჩეულია გაეროს მიერ, რა თქმა უნდა ჩვენთან კონსულტაციით და გარდა ამისა აფინანსებს მათ შორის გაერო, ესენი არიან საერთაშორისო დონეზე აღიარებული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომელსაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობენ ლექციებს თუ ეწევიან სხვა ტიპის აკადემიურ საქმიანობას. რადგან საკანონმდებლო ცვლილებები როგორც წესი განსაზღვრავს ხოლმე ძირითადად იმ მიმართულებებს, რომელიც ხორციელდება ამა თუ იმ დარგში და ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ინტელექტუალური საკუთრების სფეროზე და ჩემი საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ყველა მარეგულირებელი აქტი ან მთლიანად შეიცვალა, ან ძირითადად ძირეული ცვლილებები შევიდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, ბუნებრივია ეს ცვლილებები ეფუძნებოდა ევროდირექტივებს, იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ აღებული გვაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში. ასევე ცვლილებები შევიდა საქონლის ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საქართველოს კანონში. ორიოდე სიტყვით მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დრო და განრიგი გვაძლევს ამის საშუალებას. მოგახსენებთ, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებულად ეს ნაწილი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტები. ეს არის ის უნიკალური პროდუქტები, აგროპროდუქტები ძირითადად, რომელთაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა. საკპატენტი აქტიურად ეწევა საქმიანობას, რომ ასეთი ტიპის პროდუქტები მოვიწიოთ და დავარეგისტრიროთ. შესაბამისად, ამ ტიპის პროდუქტების აღიარება და დაცვა საერთაშორისო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმისთვის, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტები ერთი მხრივ პოპულარიზაცია მოხდეს მათი საერთაშორისო დონეზე და მეორე მხრივ დაცული იყოს გაყალბებისგან. სწორედ ეს ბენეფიტებია ძირითადად ეს არის ის სარგებელი, რომელიც მოაქვს ასეთი ტიპის დაცვას. აქვე მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და საქმე-პატენტის მიერ განხორციელებული რეფორმისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიმდინარე წელს შეუერთდა ჟენევის აქტს. ეს არის აქტი, რომელიც აერთიანებს ათეულობით ქვეყანას, მათ შორის არა მხოლოდ ქვეყანას, ასე ვთქვათ, ასევე ევროკავშირსა და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების კავშირს, რაც უზრუნველყოფს ამ ხელშემკრულ მხარეებთან ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტების, კერძოდ ამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დაცვას. ჟენევის აქტთან მიერთება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წილგადადგმული ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული პროდუქტების დაცვას საერთაშორისო დონეზე და შესაბამისად ეკონომიკის ამ დარგის, გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო, აგრარულ დარგს მის განვითარებას. რადგან საერთაშორისო ხელშეკრულებებს შევეხე, აუცილებლად უნდა ვახსენო მარაკეშის შეთანხმება. ფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ძალიან ღირსშესანიშნავი ფაქტია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. მე მადლობა მინდა უთხრა საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ, ასევე იმდროინდელ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ბატონი მიშა სარჯოლაძე იყო მაშინ ამ კომიტეტის ხელმძღვანელი, საკმაოდ, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი სამუშაო იყო იმისთვის, რომ საქართველოს მიერთებოდა მარაკეშისაც. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, მნიშვნელოვანი ვალდებულებებია ქვეყნისთვის, ეხება პირებს, რომელსაც გარკვეული, ასე ვთქვათ, სპეციალური საჭიროებები ჭირდებათ იმისთვის, რომ წვდომა ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის ნაშრომი, მათ არ არის აუცილებელი ნაშრომი იყოს, შეიძლება ეს იყოს ნებისმიერი ტიპის ლიტერატურა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, მარაკეშის აქტზე მიერთებამ ჩვენ მოგცა საშუალება, რომ ადამიანის უფლებების ნაწილში მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, მათ შორის დიზაინის შესახებ კანონში მესამე მოსმენი თუ სწორად მახსოვს უკვე სულ მიმდინარე კვირაში ან წინა კვირაში განხორციელდა მესამე მოსმენის ცვლილებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საავტორო უფლებების შესახებ კანონში ხორციელდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს ამჯერად საპარლამენტო მოსმენებს გადის და ეს ეხება აღსრულების მექანიზმებს, მათ შორის პასუხის განისაზღვრება ამ საკანონმდებლო ცვლილებით და შემდგომ უკვე როდესაც ის ძალაშევა, მოხდება პასუხისმგებლობის განსაზღვრა ინტერნეტის მიწოდების შუალედურ მიმწოდებლებზეა საუბარი, რათა დაცული იყოს საავტორო უფლებები, როდესაც ამა თუ იმ გვერდზე ან ინტერნეტის საშუალებით ხდება ისეთი კონტენტის გათავსება, რომელზედაც არ არის დაცული საავტორო უფლებები, უფლების ფლობელს, ინტელექტუალური საკუთრების ფლობელს საშუალება ექნება, რომ დაიცვას ასეთი გავრცელებისგან, არა მარცდომიერი გავრცელებისგან თავისი პროდუქტი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მათ შორის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მოგხსენებათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს და ბუნებრივი ევროკავშირის დირექტივებიც, რომ დაცული იყოს ინტერნეტში ინტელექტუალური საკუთრების გავრცელება. ეს საკმაოდ რთული საკითხია. საერთო ჯამში სოფლიოში არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომელიც 100%-ით უზრუნველყოფს ასეთი ტიპის გავრცელებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კონკრეტული ინსტრუმენტები, აღსრულების მექანიზმები, რომლებიც ექნება ინტერნეტ პროვაიდერებს და უკვე ჩვენ შეგვიძლია თავამად ვთქვათ, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში, ამ პირობებს შექმნის. ევროპის საპატენტო კონვენცია, როგორც უკვე ამ კონვენციის საფუძველზე არსებობს და საქმიანობს ევროპის საპატენტო უწყება, ვალიდაციის შესახებ უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება ევროპის საპატენტო კონვენციას. ჩვენი მიზანია მივუერთეთ ევროპის საპატენტო კონვენციას, საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ბუნებრივია, გაცხადებული აქვს ეს ინტერესი, რომ ჩვენ არამხოლოდ მე საქმე-პატენტის მაგალითზე ვიტყვი და ბუნებრივია დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეხება მთლიანად საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას, ჩვენი რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არ არის ნაბიჯები მხოლოდ კონკრეტული პუნქტების მოსანიშნად ან დოკუმენტების შესაქმნელად. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, პირველ რიგში
ემსახურება სისტემის გაძლიერებას, გულისხმობ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემას, თითეული ნაბიჯი, რომელიც ხორციელდება, ეს ხდება არსებული გამოწვევების შესწავლის, რისკების, პერსპექტივების გათვლის შემდგომ და ასე იგეგმება საკანონმდებლო ინიციატივებიც და შემდგომ რეფორმების განხორციელებაც. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იქამდე, რომ დროა უკვე მივმართოთ ევროპის საპატენტო კონვენციაზე მიერთებისთვის შესაბამის უწყებას და როდესაც ვსაუბრობ, რომ დროა იგულისხმება, რომ პირველი საქართველოში განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, მეორე ნდობა და დადასტურება იმისა, რომ ჩვენი სისტემა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სანდოა და თანხმედრაშია ძირითადად ევროპის სტანდარტებთან, ევროკავშირის სტანდარტებთან, ამის აღიარება იყო გასულ წელს ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია. სხვა შემთხვევაში ეს ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ვალიდაციას ვერ მოიპოვებდით ამას, რომ არა მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივები, არამედ პრაქტიკაში არსებული მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიანობას ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველო მზად არის იმისთვის, რომ გააკეთოს უკვე განაცხადი, რათა მივუერთდეთ ევროპის საპატენტო კონვენციას. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ხდება მთლიანად ევროკავშირის ამ კონვენციის საფუძველზე საპატენტო სივრცის ნაწილი აბსოლუტურად ყოველგვარი განსხვავებების გარეშე. ეს უკვე ის ნაწილია, რომელსაც მე ვსაუბრობ უკვე სამომავლო პერსპექტივაში, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება მიმართვა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიმართვას წინ უნდა უძღოდეს ბუნებრივია შესაბამისი რეფორმები, საკანონმდებლო მზაობა და საქართველო დღეს ამისთვის მზად არის. ეს იყო ის ძირითადი ნაწილები, რომელიც მინდოდა რომ მოკლედ, არც თუ ისე მოკლედ, მაგრამ ძირითადად ასე ვთქვათ, ინფორმაცია ძირითადი მომეწოდებინა თქვენთვის, ბუნებრივია მზად ვარ შეკითხვებისთვის და დამატებითი ინფორმაციის მოსაწოდებლად. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ და თქვენ გუნდს ამ საქმიანობის განხორციელებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ცალკე აღებული ერთი უწყების პროცესი, მთლიანი საკანონმდებლო სფერო იქნება, ინსტიტუტები იქნება თუ აღმასრულებელი ყველა ერთად ამ საქმიანობაშია ჩართული. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც არის აღსრულების ნაწილი, იმიტომ რომ ერთია შეიძლება კარგი კანონები ქონდეს, გამართული, მაგრამ აღსრულება არ მიყვებოდეს და ესეც ამ ნაწილშიც რა თქმა უნდა მათი როლი, ვინც უშუალოდ აღასრულებს ამ პროცესს არის მნიშვნელოვანი. აქვე არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ნაწილი, დარწმუნებული ვარ კითხვები ექნება ჩემს კოლეგებსაც ამ მიმართულებით. ახლა მე გადავცემ ჩემს კოლეგებს, თუ გაქვთ კითხვები, მოსაზრებები, კომენტარები. გაბატონ ლიკა. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით თქვენი მოხსენებისთვის, ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხები და ცვლილებები ახსენეთ. მე მექნება ზუსტად ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით შეკითხვა, მაინტერესებს ამ კუთხით რა ნაბიჯები იდგმება, რა კამპანიები იგეგმება, მაგალითად იგეგმება თუ არა ახალგაზრდებთან შეხვედრები, მცირე მეწარმეებთან, სტარტაპერებთან, არის თუ არა ბიზნესთან კონსულტაციები და ზოგადად როგორ ხდება ცნობიერების ამაღლება ამ თქვენი ცვლილებების კუთხით. მადლობა. მადლობა ბატონო სოსო, ნამდვილად საინტერესო მოხსენება იყო და სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს სისტემა, რომელიც შეეხება საავტორო უფლებების დაცვას, აბსოლუტურად მზად არის იმისათვის, რომ მიუერთდეს ევროპის საპატენტო კონვენციას. ჩემი შეკითხვა სწორედ ამას შეეხება. ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთება თუ გვიწერია ეს ასოცირების შეთანხმებაში როგორც ვალდებულება. ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ასოცირების შეთანხმებაში გაწერილი ეს სხვა რეფორმები, რომელსაც თქვენი უწყება ახორციელებს, ძირითადად არის მზაობა იმ სისტემისთვის, რომ საქართველოს სისტემა იყოს ერთ-ერთი თავსებადი ევროპულ სისტემასთან, იმიტომ რომ ევროპის ერთიან ბაზარზე, როგორც ისინი უწოდებენ single market-ზე, ინტეგრირება სწორედ გულისხმობს ამას, რომ ეს წესები, პროცედურები იყოს დაცული. ანუ მე როგორც მივხვდი ეს ჩემი მეორე შეკითხვა ამას შეეხება ევროპული პატენტების ვალიდაცია არსებობს საქართველოში, მაგრამ პირიქით არ არის. ანუ საქართველოს პატენტების ვალიდაცია ევროპაში არ მომხდარა, ამისათვის უნდა მოხდეს ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთება. სწორად მივხვდი, ხო? ანუ სწორად. კი ბატონო. ეხლა თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენთან მოხდა ევროპის საპატენტო უწყების სისტემასთან თავსებადი შიდა დოკუმენტ ბრუნვის დანერგვა, რომელიც ერთ-ერთში ემთხვევა იმ სისტემას, რაც არსებობს ევროპაში.
ამასთან დაკავშირებით მინდა დაზუსტება, ანუ ეს სისტემა, რაც ჩვენთან არის დანერგილი თქვენს უწყებაში, უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, ანუ ეს არის ერთი და იგივე პროცედურები, ერთი და იგივე საბუთების წარდგენის ვალდებულება, როგორც ევროპაშია თუ აი რას გულისხმობს აი ეს თავსებადობა, რომ კარგად გაგვიმარტოთ ჩვენს და რა თქმა უნდა საზოგადოებასაც, რომელიც უსმენს ჩვენს ამ სხდომას. და ერთი პატარა შეკითხვა კანონი პატენტრწმუნებულის შესახებ რომელ წელს შევიდა ძალაში რომ დააკონკრეტოთ მე ვერ ვიხსენებ. რამდენიმე კითხვა დაგროვდა, ასე რომ მოდით ბატონ სოსო უპასუხეთ და შემდგომ თავიდან შევაგროვოთ კითხვები. დიდი მადლობა. პირველ რიგში დავიწყებ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარემ ახსენა და თქვენც იკითხეთ. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ არა მხოლოდ ცნობიერება გაიზარდოს, რომ პატივი უცეთ ცხვის ინტელექტუალურ საკუთრებას, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება იმ გაგებით, რომ ადამიანებმა, საზოგადოებამ იცოდეს რა მხელა რესურსს წარმოადგენს მათ შორის ეკონომიკური ღირებულების თვალსაზრისით ინტელექტუალური საკუთრება. დავიწყებ იმით, რომ ცნობიერების ამაღლების ნაწილში ჩვენი პრიორიტეტი არის სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. ამ კუთხით ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, სხვადასხვა უნივერსიტეტებში გვაქვს ხოლმე პერიოდულად შეხვედრები. მაგალითად მახსენდება ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მახსენდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამშრომლობთ თბილისის მერიასთან, სადაც ვატარებთ სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ პროგრამები გვაქვს გასული შეხვედრები თბილისის ასე ვთქვათ სკოლებიდან მოდიან ახალგაზრდები და საკპატენტის თანამშრომლები უტარებენ მათ ტრენინგებს. ზოგჯერ ეს ხდება ჩვენთან, ჩვენს ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ზოგჯერ გასული ღონისძიებებია. საერთო ჯამში ჩვენ მქონდა საერთო პროგრამა გასულ წლებში, რომელიც ითვალისწინებდა ასევე მასწავლებლების გადამზადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 100 მასწავლებელი გადამზადდა, რომელმაც თავის მხრივ მომდევნო 2 წელიწადში 3000-მდე მოსწავლესთან მიიტანა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ეს ინფორმაცია. ბუნებრივია, ეს პერიოდულად გრძელდებოდა სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ საინფორმაციო აქტივობები ჩვენ გვაქვს და მომავალშიც გვექნება. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სკოლაში და უნივერსიტეტებში არის ჩვენი პრიორიტეტი მაქსიმალურად რომ მივაწოდოთ ახალგაზრდებს ინფორმაცია. ერთი მხრივ იმისთვის, რომ პატივი უნდა ვცეთ, რას ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრება, სხვისი საავტორო უფლებები და მეორე მხრივ, მათ შორის შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ ინტელექტუალური საკუთრება ეს არის პროდუქტი, რომლის შექმნა შეუძლია უზარმაზარი როლი ითამაშოს პიროვნულ წარმატებაში, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაში, ტექნოლოგიურ პროგრესში. ეს მიმართულება არის ერთ-ერთი ის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და მას შემდეგ ბუნებრივია ამ მიმართულების მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი სასწავლო ცენტრის მშენებლობა ქუთაისში. ეს სასწავლო ცენტრი იქნება, ვფიქრობ, ის კერა, რომელსაც მთლიანად დაიფუძნება უკვე ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ღონისძიებები საქართველოში. ეს რაც შეეხება თქვენ შეკითხვას. მეორე შეკითხვა უკვე საპატენტო კონვენციის მიერთების ვალდებულება გვეწერია თუ არა პირდაპირ გვიწერია თუ როგორც ვალდებულება. გაფართოების ანგარიში, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ 2024 წელს პირდაპირ არის მოცემული რეკომენდაცია, რომ საქართველო მიმართოს ასე ვთქვათ, შესაბამის უწყებას იმისთვის, რომ მიუერთდეს კონვენციას. ერთის მხრივ, ბუნებრივია, ვერ გაიცემოდა 2024 წელს ასეთი რეკომენდაცია, რომ არა ის შეფასება, რომელიც კომისიამ გააკეთა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებულ პროგრესთან დაკავშირებით. რომ არ შეფასებულიყო დადებითად ის პროგრესი, საკანონმდებლო ცვლილებები, სხვადასხვა რეფორმები და ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმები, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ გვექნებოდა რეკომენდაცია, რომ გავაკეთოთ განცხადება კონვენციაზე მიერთების შესახებ. შესაბამისად, ეს ვალდებულება არსებობს რეკომენდაცია და ბუნებრივია, ჩვენ შევასრულებთ ამ რეკომენდაციას. შემდგომი კითხვა, ვალიდაცია მხოლოდ ერთ მხარეს ან ეხება და როგორც მოგახსენეთ, ეს გულისხმობს, რომ ევროპული პატენტის ვალიდაცია ხდება საქართველოში. შემდგომი კითხვა კი იყო პროგრამული უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი კომპონენტი იყო პროგრამული უზრუნველყოფა და რას გულისხმობ. საქმის წარმოების თვალსაზრისით
ძირითადი მოთხოვნები. რა კომპონენტებს უნდა, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული განცხადება. ბუნებრივია ეს ერთმანეთს ემთხვევა ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ საერთაშორისო კონვენციები განსაზღვრავს ძირითად კრიტერიუმებს და საქართველოს კანონმდებლობა არის, ასე ვთქვათ, თანხმედრაში ამ სტანდარტებთან, მაგრამ გარდა ამ მოთხოვნებისა, რომ მაგალითად სხვადასხვა ტიპის როგორი ტიპის ფორმულა უნდა იყოს ამა თუ იმ გამოგონებაზე წარმოდგენილი, ამის გარდა ბუნებრივია არსებობდა პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროება, რაც ნიშნავს, როდესაც განაცხადი რაღაც ფორმით შემოდის ევროპის საპატენტო უწყებაში, იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს ვალიდაცია, ბუნებრივია უნდა ერთმანეთთან ისეთი თანხმედრა უნდა ქონდეს პროგრამებს, რომ მინიმუმ მიიღოს, იცნოს, წაიკითხოს სწორედ ასეთი ტიპის ტექნიკურ თანხმედრას გულისხმობდი, როდესაც ჩვენთან არსებული პროგრამა პრაქტიკულად თავიდან დაიწერა იმისთვის, რომ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, თანხმედრაში იმ პროგრამასთან, რომელსაც მუშაობს EPO, ევროპის საპატენტო უწყება. კი, კანონზე იყო 2024 წლის 15 მაისს შევიდა, მიიღო და ძალაში შევიდა 2024 წლის 15 მაისს იყო მესამე მოსმენა და 25 წლის 1 იანვრიდან არის ძალაში. დიახ. მადლობა. მოგესალმებით, მე მექნება კითხვები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობა ესეთი ვრცელი ინფორმაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. ბიზნესი არ არის, რომელსაც კითხვას არ სვამს, როგორ არის დაცული ქვეყანაში საავტორო უფლებები, ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც შემოდიან და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ და თქვენი როლი განსაკუთრებით აღსრულების ნაწილში არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სადაც ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ კიდევ უფრო კარგად იყოს აღსრულებული. ეხლა უფრო რაღაც კითხვები მინდა დაგისვათ, მაგალითად, ასევე აღსრულების ნაწილში. თუ მუშაობთ თქვენ ფინანსთა სამინისტროსთან, ანუ აი საბაჟოსთან, ხო? ჩვენ ხედავთ მაგალითად ქალაქში ბევრ არა ფალსიფიცირებულ ხო, აი რაღაც შეგიძლიათ ნებისმიერ ბაზობაზე რომ გაიაროთ სხვადასხვა ბრენდის, სხვადასხვა ნაწარმი არის და სადაც მაგრამ სხვადასხვა შორის არის რაღაც ბრენდები, რომელსაც საბაჟო როგორც ვიცით არ ატარებს, რაღაც ბრენდები, რომელსაც შედარებით უფრო მობიერი. აი ეს თუ იცით ამაზე ინფორმაცია და აქ რა შეიძლება რომ გაკეთდეს და ზოგადად თქვენი მიდგომა როგორი შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ესეც უშლის, რა თქმა უნდა, უცხოელებს ქვეყანაში შემოსვლისთვის. ეგ ერთი. მეორე კითხვა მაქვს ასოცირების დოკუმენტში, ხო, ეს რაღაც გვაქვს ჩამონათვალი და რას ფიქრობთ ამ წელს რა პროცენტით ვიქნებით, რა პროცენტით იქნება შესრულებული ეს წესები, ანუ რა პროცენტით ვარ თავსებადობაში. პრემიერმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის 28-თვის ვიქნებით 90% იქნება ყველაფერი შესრულებული და აი ამ ნისლში საჩუქრად ვიყოთ 90, 100, 80 თუ აი რას ფიქრობთ, ეს არის კიდევ მნიშვნელოვანი. ასევე როცა ვიძახით, რომ ევროპული პატენტი, უბრალოდ ევროპაში დარეგისტრირებული პატენტი ჩვენთან ვალიდურია და ჩვენთან დარეგისტრირებული პატენტი იქით არ არის ვალიდური, აი სტარტაპებს რას ვეუბნებით მაგალითად, რომ აი მოდი დაარეგისტრირე, მაგრამ მარტო საქართველოში იქნება ჯერ და მე აი როცა რაღაც პერიოდში შევძლებ თუ აი ეს რა მესიჯი უნდა მივცეთ, მე ხშირად მისვან ამ კითხვას და ეგ მნიშვნელოვანია რომ სწორე მივაწოდოთ ამათ. მე მახსოვს, როდესაც მე თუ სტარტაპებს ვაკეთებდი, ჯიტაში იყო ესეთი ოფისი, თქვენი ოფისი იყო ჯიტაში და სადაც თუ არ ვწდები, იქ იყო რაღაც ორნაირი მაშინ ესე იყო, ეხა არ ვიცი, რაღაც 10 წლის წინანდელ მოსგეუნებით, სადაც მიძახდნენ, რომ აი თუ საქართველოში რაღაც ლოკალურად თუ გინდა ეს თანხაღის და ესე დაარეგისტრირე, მაგრამ თუ გლობალ გინდა, მაშინ ის თანხაღის და მაშინ ისე დაარეგისტრირე. მაგრამ ანუ არის მაინც საშუალება, რომ საქართველოდან დავარეგისტრიროთ, ხო, ანუ აი ეს მაინტერესებდა. ეხაც ცნობიერების ამაღლების კუთხითაც ეხაც შეგვიძლია ეს პლატფორმა გამოვიყენოთ და უთხრათ რა არის საერთოდ შეიძლება ამ სტარტაპებს და იმ ადამიანებს, ვინც არიან ამ სფეროში, ვისაც აინტერესებთ.
ეს სფერო. დიახ, სულ ეს იქნება ჩემი კითხვა. მადლობა. სხვა კოლეგებს სხვა რა გეტყვით? კარგი, ბატონო გისმით. პირველი, თქვენი შეკითხვა შეეხებოდა კონტრაფაქციასა და საბაჟოს მიდგომებს, ნაწილ შემთხვევაში სიმკაცრესა და მეორე შემთხვევაში ლმობიერებთან დაკავშირებით. მე ვერ ხვდები თუ დარღვევა, ანუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ლმობიერი და სხვა შემთხვევაში არალმობიერი, ნაკლებად წარმომიდგენია, თუმცა ალბათ კითხვა უფრო საბაჟო სამსახურს მიემართება. ჩემი მხრივ შემიძლია დავადასტურო საკპატენტსა და ფინანსთა სამინისტროს შორის არსებობს ყოველთვის მჭიდრო კავშირი, ჩვენ ბუნებრივია ვცვლით ინფორმაციას, როდესაც მათ უჩნდებათ კითხვა, რომ შესაძლოა ეს იყოს კონტრაფაქციული პროდუქტი მოგმართავენ, რაც ბუნებრივია ჩვენ ვაწვით ინფორმაციას, რომ მაგალითად ეს დაცულია სასაქონლო ნიშნით საქართველოში, ან არ არის დაცული და ამის მიხედვით ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას. შეეხება ხოლმე არა მხოლოდ მაგალითად ტანსაცმელს, არამედ ხშირია შემთხვევები, როდესაც გეოგრაფიულ აღნიშნულს ან ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტებს შეეხება, იქნება ეს საკვები თუ სასმელი პროდუქტები. რაც შეეხება და ბუნებრივია კანონმდებლობა ითვალისწინებს საქართველოში კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა ტიპის მექანიზმებს. თქვენი მეორე კითხვა, რა პროცენტით იქნება თავსებადი ჩვენი სისტემა? შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ მივმართავთ ევროპის საპატენტო უწყებას იმისთვის, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, მიერთება საქართველოსი, ეს ნიშნავს, რომ ძირითად შემთხვევაში, ანუ უდიდესი ნაწილი არის შესრულებული, ზუსტად პროცენტულობით ბუნებრივია გამიჭირდება ციფრებით გამოსახვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმები, რეგულაციები დიდწილად თავსებადია. შესაძლოა იყოს გარკვეული ნაწილი, მაგალითად ჩვენ ახლა მუშაობთ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ პროდუქტებთან დაკავშირებით, აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ არის გასაგრძელებელი სამუშაო, რომელიც მათ შორის გათვალისწინებულია რეკომენდაციებში. სხვა მხრივ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ იქნება ეს პატენტის დაცვა, საპატენტო კანონი, სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონი, დიზაინის შესახებ საქართველოს კანონი, ალბათ უკვე რაც თქვენ აღნიშნეთ პრემიერის მენახსენების ზედანიშნული, ვფიქრობ, რომ ამ ნიშნულთან ჩვენ უახლოეს მომავალში ვიქნებით. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საკპატენტი მოგეხსენებათ უშუალოდ პრემიერ-მინისტრის საქმდებარებაშია და ბუნებრივია ჩვენ ვიღებთ იმ დავალებებს პერიოდულად, რომელსაც იღებენ უწყობები. ყველა დავალება და არა მხოლოდ საკპატენტში მუშაობის პერიოდში, არამედ მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე, რაც მე საჯარო სამსახურში ვარ, ყოველთვის ყველა დავალება, ყველა ახალი რეფორმა, ყველა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აუცილებლად იყო ხოლმე იმ ჭრილში განხილული, წაგვედგება თუ არა ეს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროინტეგრაცია ჩვენთვის არასოდეს არ ყოფილა როგორც მხოლოდ გარკვეული პუნქტების მონიშნა და შესრულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტანდარტების დანერგვა ისე იმ ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში კონკრეტული დარგებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას, უფრო მეტი დოლათის შექმნას, ეკონომიკურ გაძლიერებას, უფლებების უზრუნველყოფას და როდესაც მე ვახსენებ ეკონომიკურ გაძლიერებას, ამას ვახსენებ იმის გამო, რომ საქართველოს ცდილობს და ჩვენ ამისთვის გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ავაშენოთ, მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი უზრუნველყოფს და წარმოადგენს თანამედროვე ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს და აქედან გამომდინარე ცხადია, როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე, ვსაუბრობთ ბუნებრივია პატენტებზე, ინტელექტუალურ საკუთრებებზე და ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი ის რეფორმები, რასაც ვახორციელებთ და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ყველა ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიწყებდით რეფორმას, მათ შორის ეს რეფორმა მოიცავდა ცხადია ძირითადად საკანონმდებლო ინიციატივებს, ყოველთვის ყველა ჯერზე იყო დიდი მხარდაჭერა იმისთვის, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც გვაქვს აღებული ევროინტეგრაციის გზაზე, შესრულდეს სრულყოფილად. თქვენი შემდგომი კითხვა შეეხებოდა ჩვენი პატენტი არის თუ არა ვალიდური. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მოხდა ვალიდაცია, ეს არის, როდესაც პირდაპირ გზით ხდება ვალიდაცია, ანუ დამატებითი განცხადების წარდგენა აღარ ჭირდება საქართველოში. თუ კი ადამიანი მაგალითად ევროპის საპატენტო უწყებას მიმართავს გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ან ბრაზილიიდან პირობითად და ის ითხოვს პატენტის თავის პატენტის აღებას თავის გამოგონებაზე, ისე რომ მას აღარ ჭირდება ცალკე განცხადებით მომართოს საქართველოსთვის, მიუთითებს, რომ მას სურს, რომ გავრცელდეს ეს საქართველოში, ისევე როგორც მაგალითად საფრანგეთში. და პარალელურად გავრცელდება ეს საქართველოში, ამას უზრუნველყოფს ევროპის საპატენტო უწყება და ეს არის ვალიდაცია. რაც შეეხება საქართველოს ქართული
პატენტების სხვა ქვეყანაში გავრცელებას, ჩვენ ვართ ყველა იმ საერთაშორისო შეთანხმებით ხელშეკრულების მონაწილე, ძირითად შემთხვევაში იქნება ეს პარიზის კონვენცია, ლისაბონის კონვენცია, ჟენევის თუ ასე შემდეგ, რომელიც ეხება როგორც სასაქონლო ნიშნებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს თუ პატენტებს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოში გამომგონებელს შეუძლია მიმართოს საქპატენტს და პარალელურად პატენტის აღება მოითხოვოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც არის ხელშემკრალი მხარალი. იქნება ეს ევროკავშირი, აფრიკის საპატენტო უწყება თუ იქნება აზიის. საქართველოსთან ბუნებრივია ისე, რომ მხოლოდ საქპატენტს შეუძლია მიმართოს, შეუძლია მასზე მოიპოვოს საერთაშორისო გავრცელება. ფასებთან დაკავშირებით იყო თქვენი ბოლო შეკითხვა და შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტებისათვის განსაკუთრებული შეღავათები არსებობს, ეს 70-დან 90%-მდე. გარდა ამისა, საშუალოდ მაგალითად აქვე უნდა დავაზუსტო, რომ ძალიან ძნელია ზუსტი ფასის თქვა, იმიტომ რომ როდესაც პირობითად ვსაუბრობთ მედიკამენტზე, რომელზეც სულ პატენტის მიღება. იმის და მიხედვით რა სირთულის არის ეს ფორმულა, რომელსაც მედიკამენტი მზადდება, შესაძლოა გაიზარდოს ფასი უფრო და უფრო მაღლა. დაახლოებით $400 ეკვივალენტია საშუალოდ რო ავიღოთ ფასი პატენტის. თუმცა როგორც უკვე გითხარით, დამოკიდებულია იმაზე, რა მოცულობის არის, რამდენ ქვეყანაშია შემდგომ მოთხოვნილი მისი გავრცელება და ასე შემდეგ. ბატონ გიორგის. მოგესალმებით, საინტერესო ანგარიში იყო, მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც აკეთებთ. ჩემთვის ნაცნობი ორგანიზაცია არის სტუდენტობის დროს პირველი სამსახური საქპატენტში მქონდა, დროებითი სამსახური, ასე რომ ვთქვათ და ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, მიხარია ძალიან და წარმატებებს გისურვებ თქვენ და თქვენს გუნდს. ორი კითხვა მექნება, პირველი გარდა პოლიტიკური ნიშნისა, რა შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში, რამდენად თავსებადი ვართ არსებული მდგომარეობით და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რაიმე წინაღობა ხომ არ არსებობს, თუნდაც სექტორულ დონეზე ან რეფორმების დონეზე რაიმე ისეთი, რამაც შეიძლება რომ ხელი შეგვიშალოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისგან და ასევე რა შეიძლება იყოს დამატებით საჭირო იმისთვის, რომ კიდევ უფრო თავსებადი გავხდეთ, რათა საქართველოს ამ შემთხვევაში საქპატენტი გახდეს ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრი, ეს კითხვა მექნება ერთი და მეორე, რადგანაც რეფორმა, რომელიც დავიწყეთ სტაჟიორებთან დაკავშირებით, სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა, რომელიც ყველა უწყებაში გამოცხადა, ჩემი შესავალისგან გამომდინარე სტუდენტების შემთხვევაში, თქვენც ხომ არ ქონდათ გამოცხადებული სტაჟირება და დაახლოებით რამდენი სტაჟიორი ყავდათ გასული პერიოდის განმავლობაში. მადლობა და წარმატებები. მადლობა. პირველი შეკითხვა, რამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს იმასში, რომ მივუერთდეთ ევროპის საპატენტო კონვენციას? არა, რა ვძანოთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მივიღეთ რეკომენდაცია, რომ გავაკეთოთ განაცხადი. გავიმეორებ, რომ რეკომენდაციის მიღება ცხადია იფუძნებოდა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. რომ არა შეფასება მზადყოფნისა, რომ არა შეფასება იმ პროგრესისა და რეფორმებისა, რომელიც ჩვენ ამ გზაზე განვახორციელებთ, ამ რეკომენდაციას ვერ მივიღებთ. შემდგომ ეტაპზე ბუნებრივია, როდესაც ჩვენ რეკომენდაცია მივიღეთ, იმისთვის, რომ საქართველოს გააკეთოს ოფიციალური განაცხადი, მოგეხსენებათ, რომ არსებობს რიგი კანონით გათვალისწინებული პროცედურები, რაც მათ შორის ითვალისწინებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ნებართვას, შეფასებას და თავიანთი წინადადებების წარმოდგენას. ასეც მოხდა ბუნებრივია, საქპატენტმა უკვე მიმართა პროფესორად ჩვენ მიმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, მიმართა შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროს და უწყებებმა, სამინისტროებმა განიხილეს დოკუმენტი, რომელსაც უნდა მიუერთდეთ, წარმოადგენეს თავიანთი წინადადებები, თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მზად არის დოკუმენტურად დადასტურებულ ამბავს ვამბობ, რა თქმა უნდა, საქართველოს მზად არის გააკეთოს განაცხადი იმისთვის, რომ მიუერთდეს საპატენტო კონვენციას. ფუნდამენტურად ეს მზაობა გამოხატულია პირველი ჩვენი საკანონმდებლო ბაზის გამართულობასა და თანხმედრაში შესაბამის ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობასთან
მიმდინარე რეფორმები, დაცვის სისტემები და მექანიზმები, რომლებიც დანერგილია საქართველოში, თანხმედრაშია იმ სტანდარტებთან ძირითად ნაწილში, რომელიც ბუნებრივია არსებობს ევროკავშირში. მიმართვა გარკვეული პერიოდი ჭირდება, მას შემდეგ რაც ჩვენ მიმართავთ ადმინისტრაციულმა საბჭომ უნდა განიხილოს ჩვენი წინადადება, გარკვეული რეკომენდაციები შესაძლოა მოგვცეს და ამას ალბათ შეიძლება დაჭირდეთ მინიმუმ 1 წელიწადი. პარალელურად მიერთებისა, მოგეხსენებათ პარლამენტი როდესაც ახდენს რაიმე აქტის რატიფიცირებას, მას შესაბამისი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს თავისი ძალა სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო აქტებთან მიერთებაში, იქნება ეს კონსტიტუცია, ორგანული კანონი, საქართველოს კანონი. მიერთება უკვე ავტომატურად ნიშნავს აღიარებას იმ წესებისა, იმ შემთხვევაშიც კი ვთქვათ, თუ რაიმე განუქვემდებარე აქტი ან კანონი არ არის თანხმედრაში იმ აქტთან, რომელსაც მივერთით, უპირატესი ძალა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, რომც არსებობდეს ბუნებაში ასეთი რამე, ჩვენ გვექნება შესაბამისი დრო, მოლაპარაკებების ამ ეტაპზე, რომ ცვლილება განვახორციელოთ, ამისთვის ბრძაობა ცხადია გვაქვს, თუმცა პირველადი შეფასებით შემიძლია გითხრათ, რომ გარდა მცირე პროცედურული საკითხებისა, საერთო სისტემის და იდეების დონეზე საქართველოს ინტელექტუალური დაცვის სისტემა, მათ შორის საკანონმდებლო ბაზა, დაცვის მექანიზმები მზად არის იმისთვის თანხმედრაშია იქაურ წესებთან, რომ საქართველოს მიიღოს თანხმობა და მიუერთდეს საპატენტო კონვენციას. მადლობა. მოგესალმებით და მადლობა ბატონო იოსებ. ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის ბევრ კითხვაზე მივიღეთ პასუხი. ჩემი შეკითხვა შეეხება სამედიცინო სფეროს და საქართველოში ნაწარმოებს ზოგიერთ პროდუქტს, რომელიც გაცილებით ძვირიღის და უშუალოდ ევროპაში შექმნილ პროდუქტთან შედარებით და ყველაზე არ მაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი და ხარისხი გაცილებით დაბალი დონისაა. პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ ნულოვანი ეფექტი აქვს იმ პრეპარატებს, იგივე სახეობასაც და უშუალოდ ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში იწარმოება. აი ამას რითი ვარეგულირებთ? რა გვაქვს ამასთან დაკავშირებით? მე მაგალითად რამდენიმე ხნის წინ მახსოვს ალკოჰოლურ სასმელზე იყო, რომელიც დაუშვათ არ იყო ქართული ბრენდირებისა, საქართველოში იწარმოებდა, ფალსიფიცირებული იყო, რა თქმა უნდა და ძალიან მაღალი დონის სპეცოპერაცია ჩაატარეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ არაჩვეულებრივი ქმედებისთვის. აი სამედიცინო სფერო დამერწმუნებით თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან აღელვებს, ადარდებს და აი ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ ბატონო იოსებ, რა ბერკეტი, რა მექანიზმი გვაქვს აი ამ ყველაფრის, თუნდაც გამოსწორებისათვის ან შეჩერებისათვის. მადლობა. თქვენი კითხვის იმ ნაწილს, რომელიც სტაჟიორებს შეეხებოდა, წეღან არ გიპასუხეთ და ახლა მიმდინარე წელს ამ პროექტის ფარგლებში საქმეთაც ბუნებრივია ქონდა გამოცხადებული კონკურსი, ჩვენ ავიყვანეთ სტაჟიორები და 3 მათგანი დღეს არის სტაჟირებას გადის საქმეთში, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჯერ კიდევ 2023 წლიდან ჩვენ პერიოდულად ვაცხადებთ სტაჟირების კონკურსს და 2003 წლის შემდგომ უკვე ჩვენ გვყავს 3 თანამშრომელი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში ავიყვანეთ სტაჟირების ფარგლებში და დღეს უკვე საკმაოდ თანამშრომლები არიან. დღეს როგორც უკვე გითხარით, 3 ადამიანი გადის სტაჟირებას. საკმაოდ რთულია ხოლმე იმ პროფესიის ადამიანების მოძებნა, იმიტომ რომ ჩვენთან ხშირად გვჭირდება სპეციალისტები ფიზიკაში, მექანიკაში, ბიოლოგიაში, ფარმაცევტიკაში, ორგანულ ქიმიაში, არაორგანულ ქიმიაში. ამიტომ არც თუ ისე ადვილია ხოლმე რომ მოვიპოვოთ შესაბამისი კვალიფიკაციის ან და დაინტერესებული ადამიანები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის სტაჟიორები, რომლებიც საქართველოში ეხლა საკპატენტში დასაქმდნენ, არის ერთი მათგანია ფარმაცევტიკის მიმართულებით, მეორე არის მექანიკა, ფიზიკა მექანიკის მიმართულებით და მესამე ბიოლოგიის მიმართულებით. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ჩვენი თანამშრომელია, უკვე მოიპოვა გრანტი და ის სტრასბურგის უნივერსიტეტში გადის ახლა შესაბამის სწავლებას ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას, როგორც საკპატენტის თანამშრომელმა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩამოვა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ სწორად მივხვდით, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის პროდუქტებზე, რომელსაც პატენტი გაიცა
საქართველოში მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ მედიკამენტზე ასევე გაიცემა პატენტი როგორც გამოგონებაზე. თუ კი მათი დარღვევა ხდება როგორც ინტელექტუალური საკუთრების, მაგალითად მათი სახელი გამოიყენება ამ ფორმულა ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი მექანიზმია იმის, რომ მათ წინააღმდეგ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, მაგრამ გარდა ამისა, თუ ჩვენ საუბრობთ ფალსიფიცირებულ მედიკამენტებზე, აქ უკვე უფრო მძიმე სისხლისამართლებრივი მუხლები მოქმედებს და გარდა იმისა, რომ შესაბამისი ძალოვანი უწყებები ახდენენ რეაგირებას, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მუდმივად იმისთვის, რომ პრევენციები მოხორციელდეს და ცხადია მათ ექნებათ უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია ამ გატარებულ ღონისძიებებზე და ასევე დაგეგმება. არა მხოლოდ პრეპარატებს ეხებოდა საკვები დანამატები, რაც მაგალითად ოლიმპიურ სახეობებში, ნებისმიერ სპორტის სახეობაში გამოიყენება და ბერჩეთაგას შეხება გონია, იწარმოება ხდება საქართველოში ამ საკვები დანამატების წარმოება. პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, ნულოვანი ეფექტი აქვს შედარებით ევროპულ ხარისხსთან და ნებისმიერი არა მარტო აზიურ ხარისხთან დაკავშირებით და ნებისმიერი რა აქვს ამას მნიშვნელობა. აი ესეც ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართულ სპორტშიც და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს ამ თემასთან შეხება. მადლობა. ჩვენს ნაწილში, ინტელექტუალური საკუთრების ნაწილში, რაც შემიძლია ამ კითხვას უპასუხო, თუ მაგალითად საუბარია უცხოურ მედიკამენტზე, რომელსაც მაგალითად გერმანია აწარმოებს, შესაძლოა მას ჰქონდეს მოპოვებული ნებართვა, რომ საქართველოში ასევე აწარმოოს. და ამ ნებართვის ფარგლებში როგორი ხარისხის მედიკამენტები იწარმოება, ბუნებრივია შესაბამისმა უწყებებმა უნდა მოახდინონ მათი ხარისხის კონტროლი. ნებართვის თვალსაზრისით ბუნებრივია შესაძლოა ეს რეგისტრაცია ხდება ხოლმე ნებართვის გადაცემაზე ინტელექტუალური ჩვენ სოფიში. თუ უნებართვოდ აწარმოებს, ერთი მხრივ რო დარღვევაა ბუნებრივია როგორც ინტელექტუალური საკუთრების თვალსაზრისით, იმიტომ რომ უნდა იყოს რეგისტრირებული პირობითად უქვია სახელი X-ი, ამ სახელის გამოყენებით და რეგისტრირებულია მაგალითად გინებავთ როგორც სასაქონლო ნიშანი. ამ შემთხვევაში მას უნდა ქონდეს შესაბამისი ნებართვა, თუ ეს ნებართვა არ აქვს, უკვე კონტრაფაქციული პროდუქტია და სისხლისამართლის წესითაც არის დასჯადი, თუ საუბარია ამ ტიპის დარღვევაზე, რომ ხარისხის დარღვევაზე, ერთი მხრივ ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს შესაბამის ღონისძიებას და უზარმაზარი რეფორმები ტარდება მათ შორის ამ სფეროში და მეორე მხრივ ეს უკვე არის სისხლისამართლებრივი დევნის ნაწილი. დიახ, მადლობა. მადლობთ. სხვა კომენტარები? დიახ. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგახსენოთ განხორციელებული რეფორმებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოხარული ვარ, რომ ეს რეფორმები სრულ თანხმოთრაშია ევროპულ სტანდარტებთან. მადლობა ამისთვის. იმისთვისაც მადლობა, რომ ქუთაისში ამდენი ხანი არსებული ეს ყოფილი პარლამენტის შენობა, როგორც მივხვდი, აწი იქნება რაღაცა ახალგაზრდების შეკრების და დატვირთვის ცენტრი, ხო, ტრეინინგებისთვის, რაც ასევე ძალიან გასახარი ამბავია. მე მაქვს ერთი შეკითხვა ბატონ თავმჯდომარესთან. ჩვენ ყველამ ვიცით ამ ევროკომისიის დასკვნის შესახებ და მე ველოდებოდი, რომ დღევანდელ ფორმატში ამ დასკვნას განვიხილავდით, თუმცა ერთი წუთით არ ვაკნინებ იმ თემას, რაც გავიარეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისთავად, რა თქმა უნდა. უბრალოდ ველოდი, რომ ამ თემაზეც ვისაუბრებდით, მაგრამ რადგან ეს ამ ფორმატში არ ხერხდება, იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი ფრაქციის ინიციატივა ამ დასკვნასთან დაკავშირებით, რომ შევხვდეთ ჩვენი კომისიის და საგარეო საქმეთა კომიტეტის ფორმატში და ერთად განვიხილოთ ის დასკვნა, ევროკომისიის, ევროსაბჭოში გაერთიანების და მომავალი გეგმების შესახებ ასეთი სამწუხაროდ უკუსლის თაობაზე იქნებოდა ძალიან სასარგებლო და სახარბელო და მადლობა თუ კი ამას დაუჭერთ მხარს. მადლობა ინიციატივისთვის მათ შორის. სინამდვილეში ჩვენ სწორედაც ამ ანგარიშს განვიხილავთ, იმიტომ რომ ინტელექტუალური საკუთრება ამ ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილია. და თავით ჩემ შესავალში სწორედ ეს ვახსენე, რომ იგი არის როგორც ასოცირების ხელშეკრულების ერთი დიდი თავი, ცალკე მეცხრე თავი, კიდევ არის გაშლილი ინდუსტრიის და საბაჟოს ნაწილებში, ასევე ცალკე მეორე კლასტერის მეშვიდე თავი ეთმობა სწორედაც ინტელექტუალურ საკუთრებას. ამიტომ სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე ამ კომიტეტის ფარგლებში,
ესე თავებად მიუყვებით პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში სხვადასხვა თავს, სხვადასხვა სფეროს, რომელიც იმ მომენტში შეიძლება იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის. ამიტომ თუმცა ეს თემა კარგია რომ წამოწიეთ, იმიტომ რომ ხშირად ბევრისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ხოლმე უბრალოდ ქუჩაში დროშის ქნევა. სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანება არის სწორედ აი ესეთი საქმიანობა თემატური, კონკრეტული მიმართულებებით, ხშირად ძალიან მტკივნეული რეფორმებით, საზოგადოებისთვის თავის სოციალური ეფექტით და ასე შემდგომ, მაგრამ ის რეფორმები, რაც გასატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის, არა უბრალოდ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა ევროკავშირს დაუახლოვდეთ, არამედ უმთავრესად იმიტომ, რომ ჩვენივე მოსახლეობისთვის არის ეს სასარგებლო ბევრი მიმართულებით. იქნება ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა და ასე შემდგომ. დღეს ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო ინტელექტუალური საკუთრება, რაც შეეხება თქვენს მთავარ კითხვას გასაგებია, ბუნებრივია თქვენ მხრიდან არის და შეიძლება ზოგიერთის მხრიდანაც ინტერესი, რომ უფრო მასშტაბურად დიდი დოკუმენტის განხილვა იყოს. თქვენ, რა თქმა უნდა, როგორც ფრაქციას გაქვთ იმისი უფლება და შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ცალკე კარი ეთმობა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს, ნებისმიერი მექანიზმი, ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც როგორც ფრაქციას თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ გამოიყენოთ, შეგიძლიათ პროცედურების შესაბამისად დააინიციოთ და ბუნებრივია თუ ეს პროცედურებში ჯდება, ჩვენ არათუ რაიმე წინაღობას პირიქით ხარს დაუჭერთ ამ პროცესს, როგორც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული და შეესაბამებოდეს საპარლამენტო პროცედურებს. სხვა მხრივ, როგორც ფრაქციას, თქვენ იცით რომ ფრაქცია საზოგადოებისთვის ყოველ შემთხვევაში ფრაქცია ძირეული საპარლამენტო სუბიექტია, ასე ვთქვათ, და აქვს უამრავი მექანიზმი, კონსტიტუციით გათვალისწინებული მექანიზმი, რომ გამოიყენოს. შესაბამისად, თუ რეგლამენტით და პროცედურებით თქვენ რაღაც საკითხს დააყენებთ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მივცემთ მსვლელობას, თუ ეს კიდევ ერთხელ თუ ეს არის გათვალისწინებული საქართველოს რეგლამენტით. კი ბატონო, გისმენთ. ერთ კითხვას დავამატებ წამლებთან დაკავშირებით, მე ასევე ჯანდაცვის კომიტეტში ვარ და ამიტომ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ნაწილი. წამლების გაცემის, აი ეს როდესაც ტრეიდმარკს გავცემთ ხოლმე წამლებზე. თუ გაქვთ ურთიერთობა თვითონ ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც მაგალითად კითხავთ, რომ აი ეს წამალი რაზეც თქვენ აპირებთ, რომ გაცეთ პატენტის უფლება, რომელიც მაგალითად ევროკავშირში არის ან სხვაგან, შეესაბამება თუ არა იმ ხარისხს და რაღაც ერთობლივი მუშაობა თუ მიდის თუ არა თუ აი ეს საკითხი მაინტერესებს და თუ ფიქრობთ თუ არ მიდის თუ ფიქრობთ რომ უფრო უკეთესი იქნებოდა თუ არა რომ მათი ჩართულობაც იყოს ვინაიდან აი როგორც ბატონმა გენომ აღნიშნა ხშირად ხდება როდესაც ევროპაში ერთ წამალს იგივე სახელი ქვია და საქართველოში და ორივე სხვადასხვა ეფექტი აქვს. მადლობა. მადლობა. დავაზუსტებ რომ როდესაც პატენტის გაცემა ხდება მედიკამენტზე ეს არ მოიცავს ხარისხის იმ ტიპის კვლევას, რომელზედაც ასე ვთქვათ ჩვენ საუბრობთ დღევანდელ შეხვედრაზე. პატენტი შეისწავლის რამდენად ასრულებს ახალი მედიკამენტი და მისი ფორმულა იმ მიზანს, რომელიც არის ასე ვთქვათ პატენტით, საპატენტო განაცხადით გათვალისწინებული. მაგალითად, კურნავს თავის ტკივილს პირობითად. შესაბამისად, მე რო იწარმოება იმის ხარისხზე კონტროლი, მე როდესაც ამ პროდუქტის წარმოება ხდება, ცხადია საკაპატენტის კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ ვახდენთ შესწავლას განაცხადისა იმ დონეზე, რამდენად არის ფორმულა სწორად შედგენილი იმისთვის, რომ კონკრეტული ფუნქცია შეასრულოს. ან ფორმულის შეფასებას ახდენს საკაპატენტი, ანუ გამოგონება რამდენად არის მასში სიახლე იმისთვის, რომ ამ კონკრეტულმა ფორმულამ უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მიზნის მიღწევა. შემდგომ უკვე როდესაც საქმე გადადის წარმოების ეტაპზე, საკაპატენტი ინტელექტუალური საკუთრების უწყება მას აღარ ასე ვთქვათ, ის არ არის ჩვენი კომპეტენცია. შეიძლება მაგალითად იმას გააქვთ იმის საშუალება რომ შეხედოთ რომ იქ თავის ქვეყანაში სადაც კარგად მუშაობს ეს პრეპარატი ასეთი ფორმულა აქვს და ჩვენ ქვეყანაში ზუსტად იგივე არეგისტრებს ამის გადამოწმება შეგიძლია თუ არ შეიძლება იქ ერთი კონდეს და აქ სხვა ფორმულას გვაძლევდეს და იძახდეს რომ ესეც მუშაობს რა მაგალითად. როდესაც გაიცემა პატენტი რომელიმე ტიპის მედიკამენტზე თუ ის მოთხოვნილია მაგალითად გერმანული განცხადია
და მოთხოვნილია საქართველოში ან პირობითად 100 ქვეყანაში მისი რეგისტრაცია. ცხადია, ყველა ფორმულა ერთ და იგივეა, იმიტომ რომ ერთი განაცხადია. ფორმულის დონეზე, მისი ძირითადი მახასიათებლების დონეზე ცხადია ეს ერთი და იგივეა. თუ სხვა ფორმულას წარმოადგენს, საქართველოში უკვე სხვა განაცხადია და სხვა პატენტი გაიცემა მას. ერთი და იმავე პატენტის ქვეშ, რაც არის ბუნებრივია, იდენტურია ყველგან, მთელ მსოფლიოში. როგორ სრულდება მე ამ ფორმულის ხორცშესხმა? რა ნივთიერებები, რა ფორმის არ ვიცი ხა მაგალითად აფრიკაშია ნაწარმოების შემდგომ ის ნივთიერება, რომელსაც მზადდება თუ გერმანიაში, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. ფორმულა თუ ის ერთი განცხადებით არის წარმოდგენილი, ყველგან ერთია. თუ სხვა ფორმულას წარმოადგენს, ეს უკვე ახალი განაცხადია და ახალი პატენტი გაიცემა. სხვა მიმართ, ხო, როგორც წესი, როგორც წესი, გეთანხმებით, თითოეული ასეთი მოსმენის დროს თავარი მიზანიც ეს არის, რომ შევხედოთ რა გაკეთდა, მაგრამ რა დარჩა, კიდევ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი რაღაც, რომ არა უბრალოდ დაუახლოვდეთ ევროკავშირს, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს ესა თუ ის მიმართულება სასარგებლო და საჭირო. ამიტომ ბატონგერო დაუსრულოთ და მე გავაგრძელოთ ეს საუბარი, მე მესმის ინტერესი ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ, იმიტომაც შევარჩიეთ მაგალითად დღევანდელი შეხვედრისთვის ეს თემა, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. კიდევ ერთხელ ზოგადად შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ესე აქტიურად არ ჩანდეს ამ თემის, ამ საკითხის მნიშვნელობა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრი მიმართულების საფუძველია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ამიტომ ამ წლის ერთ-ერთი ბოლო საპარლამენტო მოსმენა სწორედ ამ თემას მიუძღვენით. დიდი მადლობა ბატონო სოსო, კიდევ ერთხელ თქვენს და თქვენს გუნდსაც ამ გაწეული საქმიანობისთვის. თქვენ დაასახელეთ გამოსვლისას რამდენიმე პრობლემური თემაც, ან ყოველ შემთხვევაში სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით და ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, რომ თითოეული ეს საკითხი, რომელიც თქვენი მხრიდან შეიძლება დაიდენტიფიცირდეს, ან თქვენი ან ევროკომისიის, ან სხვა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან, როგორც გამოწვევა, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავერთოთ ამ დისკუსიებში და გამონახოთ საუკეთესო გამოსავალი, ისე რომ ჩვენთვისაც, ჩვენი მხარისთვისაც მისაღები იყოს და სხვა მხარისთვისაც, კიდევ ერთხელ მთავარი ფოკუსით ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს საჭირო. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, ვთხოვთ, რომ ცნობის სახით მივიღოთ ეს ანგარიში. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ შემდგომ საქმიანობაში. გმადლობთ, ამით ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა დახურულია.